მოგესალმებით. დღეს მნიშვნელოვანი დღე არა, ისტორიული დღეა, ვინაიდან როგორც არასოდეს საზოგადოება არის ერთიანი, არის გაერთიანებული და გაერთიანებული არის სიმართლის გარშემო. დღეს ჩვენ აქ რეალურად ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებაზე და უარს ვეუბნებით ძალაუფლების მიმტაცებელს თანამშრომლობაზე. აქ ეხლა ვინც ვართ წარმოდგენილი, ჩვენს უკან დგას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. და იქ ახლა ალბათ პარალელურად გადის კადრები, შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ადამიანს. ის არ არის ერთპარტიული პარლამენტი. ის ჯერჯერობით და დარწმუნებულად დიდი ხანი ვერ გასტანს ეს მდგომარეობა, წარმოადგენს ერთი კაცის პარლამენტს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ცოტა ხანში და დიდი ხანი ამ ლოგიკი არ მოგვიწევს ჩვენ. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, ქართველი ხალხი დაიბრუნებს პარლამენტს, დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს. დიახაც, სულ ცოტა ხანში დარწმუნებული ვარ. ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი, ამ ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს. და მიხარია და მეამაყება, რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი დღეს აქ და მონაწილეობ ამ ისტორიულ პროცესში. უარს ვეუბნებით სისტემას, რომელსაც უკვე ნორმათა აქვს ქცეული ადამიანების ტყვეობაში აყვანა და მეორე პოლიტიკური მიზეზშეწონებიდან გამომდინარე მათი გათავისუფლება, როცა მათ ეს მოეპრიალება. და ბევრი სხვა, ვიღაც თქვა, დეფექტი ამოტივტივდა უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან და შეუძლებელი არის გარდა ერთი პოზიციისა ჩვენ დაგვიფიქსირებია დღეს. ეს ერთი პოზიცია არის, რომ ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს როგორც ოლიგარქს მოპარულ არჩევნებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში. უახლოესი მომავალი ჩვენ დაგვაწუდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ აი აქ ვინც ვართ განსაკუთრებით და ვინც ვიყურებს და გულშემატკივრობს, მივიღეთ მონაწილეობა ისტორიულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესში. დიდი მადლობა, წარმატებები ყველას და მხრეობა. საქართველო გაიმარჯვებს ქართულ ხალხთან ერთად. დიდი მადლობა.